სუდანში მე-7 სართულიდან 4 წლამდე ბიჭი გადმოვარდა, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავარს ადგილობრივებმა მიაწოდეს. მათი თქმით, ადგილზე პოლიციელები მუშაობდნენ. უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სროლა ვარკეთილში გვიან ღამით უალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პირბადის ტარება როგორც სამართალდარღვევა. რუსთაველის გამზირზე პოლიცია აჩერებს და ფოტოს უღებს ყველას, ვინც სამედიცინო ნიღაბს ატარებს და პარლამენტის მიმდებარედ ჩაივლის. პოლიციელებმა თავისუფლების მეტროსთან გააჩერეს პირბადიანი მოქალაქე, რომელიც კონცერტიდან სახლში მიდიოდა და აქციის მონაწილე არ ყოფილა. კონცერტზე ვიყავ. არის თავისუფლების რისთვის მაჩერებთ მართლა? არა, გავაკეთე. ჩვენი საქმე ეს არის. ეს თუ გამოცდიდიებას არ მეგონა, იმიტომ რომ უბრალოდ მოვდიოდი სახლში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, როცა ვირუსების შემოტევა არასწორია, წერს მაია ბუწაშვილი. მედიკოსის თქმით, პირბადის აკრძალვა განსაკუთრებით პრობლემურია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. უკრაინამ დაბომბა ქარხანა, რომელიც რუსეთში ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. სარანსკის ქარხანა რუსეთში იარაღისა და საბრძოლო მასალის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. უკრაინელებმა დაღესტანში მახაჩყალას რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც მიიტანეს იერიში.